მე ანდრია ვარ, 19 წლის. ძალიან მინდა ფეხბურთი წარმატებას მივაღწიო. მაგრამ ყოველდღიურად ამ მიზანს უფრო და უფრო შორდები. მაღაზიაში მუშაობა ხელს მისლის, მაგრამ სხვა გზა არ არის. ბაბუა ჩემს რომ არ მივეხმარო, მერე დასარჩენიც აღარ მექნება. მახსოვს ერთხელ სანამ დედმამა ცოცხალი მყავდა, მაგრად მომხვდა. იმიტომ რომ ჩუმა ჩემს მეგობარს დაბადების დღეზე ფეხბურთის ბურთი მოპარე. ფული არ ქონდა და ვერ ყიდულობდნენ ჩემსას. რომ გაიგეს ბურთი მოვიპარე, 3 დღე სახლიდან გარეთ აღარ მიშვებდნენ. ეს 3 დღე ციხესავით იყო ჩემთვის. ძველი, მაღალი კორპუსიდან უყურებდი ჩემხელა ბავშვებს, როგორ თამაშობდნენ ფეხბურთს. დედმამა ავარიაში დამეყობა და მას შემდეგ ბაბუასთან ცხოვრობ. ძალიან კაცრია. ანდრია, ეს რა არის? წავედი მე. ანდრია! კარი მაინც დაკეტე, ლიფტში ხარ შვილო გაზრდილი. ანდრია, მომისმინე. რომელი კვარა შემყავხა რომ ფეხბურთიდან ფული იშოვო? ანდრია ეს რა არის? ანდრია ის რა არის? მოკლედ, ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვარ ძალიან დიდი მიზნებით და რა თქმა უნდა, წარმოდგენა არ მაქვს როგორ უნდა მივაღწიო მიზანს. დღეს არ მუშაობ, ბიჭები უნდა ვნახო და ფეხბურთი ვითამაშოთ. ცოტას გავერთობი. ეს ბიჭები ჩემი ბავშვობის მეგობრები არიან. სკოლიდან ერთად მოვდივართ. This is my biggest treasure, my greatest prized possession. The only thing that's left I truly own. So if there's no pot of gold at the end of this here rainbow, my craft is my profession, my passion is tradition. When words will die, this song keeps living on. Well, I won't sell one piece of me for some no good. დაიხარე. არა, დავიხარე. აი, შენ ადგილზე რა ვიყო, საზღვარგარეთ წავიდოდი ეგრევეც რა. აი, მასეთი მარტივი რო იყოს რა. აი, რა მარტივი არა, შეაგდებ TikTok-ზე ვიდეოს რაღაც დრო თამაშობ და ეგ არის. გუშინ გადავიღე 20,000 ნახვა. 20,000? ხო, მაგარია, შეაგდე შენ ჩემზე უკეთ თამაშობ და ეგ არის რა. კაი, წავედი რა. მაგრად ბიჭები. მომზადს არის ხო ამასოს და ამ კვირას და ჩემი ხოფასა იქ და ჩაგიჭირე. მოიცი მექნება. მოიცა? ჩა? აი, აუ. ხო, გამოდის უკვე. ერთი კვირა აქ მოვდივარ ყოველ დღე და აღარ მივიდე დღეს. კაი, მოკლედ მივდივარ. თან მაქვს კონვერტი კი. God forbid a girl's trying to have fun. I got apps if you want to take drugs. You want to have sex or do you want to make love? მე ლიკა ვარ. სასიამოვნოა შენი გაცნობა ახლოდან. მე ანდრია, ჩემთვის. ვიცი. არ შეგეშინდეს, ძალიან მაგარ ამბავზე ვარ მოსული. ფილმებს ფეხბურთზე ხშირად უყურებ ხოლმე? კი, მერე. ხო და ჩათვალე რომ ეხლა ფილმში ხარ და ზუსტად ისე გაგიმართლა როგორც ფილმში. რა გამიმართლა? შენ აქ მეგობრებთან ერთად ხშირად თამაშობ ხოლმე, ხო? კი. მოკლედ, ვიცი ვინ არის შენი საყვარელი ფეხბურთელი და ეს შენი საყვარელი ფეხბურთელი აქ მოდის ხოლმე მანქანით და გაკვირდება როგორ ვარჯიშობ. აი, ხა მითხარი კამერა სად არის? არ გჯერა? მაინც დაურეკავ და დაგალაპარაკებ. აი, არა, დაურეკავ რა, არ მინდა რაღაც ექსპერიმენტებში ვარ. არ ჯერა, აი დაგალაპარაკებ. გამომართვი რა. გამომართვი. ხადაობ, სად მოვიდე? არა, ეხლა ვერ შეხვდები. ხვალგელოდებით პირველ საათზე. ეს ფული საჩუქრად და მისამართი წეწერია. ვაიმე, მადლობა და ბოდიში რომ არ დაგიჯერე. თუ. არ გე. Jesus, could you show me your fire and your smoke? მართლა იქ იყო? ხო, გოგო ყურებს არ უჯერებდა. რავი, გილოცავ. პროსტა ეს $4,000 რა საჭირო იყო?
რავიანი, მადლობა ვთქვათ. ამ $4000 ცოტა ხანი მაინც ვქნებით ბედნიერები. მართალი ხარ. Просто ცოტა დამამცირებელია. რა არის დამამცირებელი? აი ეს $4000. მაშინ ის რა ქენი? აი ეს ტანსაცმელები შენი თიყიდე. აი მე რა შუაში ვარ. რასაც ვფიქრობ, იმას გეუბნები და მოგატყუო? არანი, არ უნდა მომატყუო. მაგრამ შეგვიძლია რომ $4000 ცოტა ხანი მაინც ვიყოთ ბედნიერები. გახსოვს მაშინ ჩემს დაბადების დღეზე რომ ვლაპარაკობდით? გითხარი რომ ფულით ბედნიერებას ვერ იყიდიდი. აუ, კაი გაჩერდი. მოკლედ რა წავედი, ლექცია მაქვს და 5 წუთში იქ უნდა ვიყო. საწახვედი ანი, 5 წუთია რაც მოხვედი. ანდრი, სადახარ, რამდენი ხანი? ბიჭებთან ვიყავი ფეხბურთს თამაშობდი. ოხ, მოკლედ შენ და შენი ფეხბურთი რა. ანდრი, გამოიცვალე და საჭმელი ჭამე. წვნიანი გავაკეთე ხორცით. რამდენი ხანია შვილო წვნიანი არ გიჭამია? არ მშია გარეთ ჭამე. რა არ ხშია, გარეთ როგორ ჭამე? ფული საიდან? რომ მოგიყვე რა მოხდა, მაინც არ დაიჯერებ. ხან მარტოა რა. თამაში დაიწყე? ხო გითხარით, ეხლა ამას როგორ დავაჯერო, რომ ეს ფული მაჩუქეს? რა თამაში, რის თამაში? იმის არ არის ჩემ გონია. კი დავიწყე თამაში, ოღონ ფეხბურთის. რა? ფეხბურთის? ხო. მოკლედ ფეხს ხო ბიჭებთან ფეხბურთი ვითამაშე. მერე? ხო და რო გამოვედით, ვიღაც გოგო მოვიდა. მეუბნება რომ შენ საყვარელი ფეხბურთელიო. მოდის ხოლმე და გაკვირდებაო. მე ჯიბიდან ეს ამოიღო. და მომცა მე $4000 არის და ხვალ მაგასთან მოსაწვევი. ეს რა არის ანდრია? რაღაცას მატყუებ, ითამაშე, ხო? აუ ბაბუ, არაფერს არ გატყუებ, გითხარი რაც მოხდა. მართლა დიდ ფეხბურთში მოგიწვიე, შვილო? ხო, დამიძახეს და მეც არ მჯერა. კარგად ხარ? ერთი წყალი მომაწოდე რა. დღეს მოსულები იყვნენ კომისარიატიდან ანდრე. მოკლედ ხვალ პირველ საათზე უნდა გამოცხადდე კომისარიატში. თუ არ მიხვალ, მოვლენა ძალი წაგიყვანენ. შანსი არ არის, მე არსად არ წავალ. მოწვევა მოგივიდა, შვილო, მოწვევა მოგივიდა. რა ფეხბურთი, რის ფეხბურთი? და გადადო ეს საქმე და მე მიხედო ფეხბურთს, მიხედე ჯერ ჯარს. ერთხელ მომეცა შანსი ცხოვრებაში. შანსი არ არის, მე ამ შანს ხელიდან ვერ გავუშვებ. ეხლა მომისმინე, ძალიან ბევრი შანსი დავწიე მე უკან, გამიგე? შენისთანა ახალგაზრდებმა და ადამიანებმა უნდა იმსახურონ ჯარში და ხვალ თუ პირველ საათზე არ მიბრძანდები, მე თვითონ ჩავაბარებ შენს თავს კომისარიატს. გაიგე თუ არა? კარგი. ხო და შენ და კომისარმა ერთად მეძებეთ. სად მიდიხარ? რა. Валечка. Эй, შენ ლექსო შვილი ხა? კი? მე ბიჭო ამ ხელა ფულებით რო დარბიხარ, პაპაშენს ჩემი ვალი რო აქ არიცი? დავარ. ეხა ამ ფულს მე დავიტოვე და ვალზე პაპაშენს ელაპარაკე. 2 წლის უკან თუ 1 წლის უკან $200 ისეს ხარ. რა და მაგის შემდეგ თანხად გაიზარდა, თანხად არ მოუტანია.